მუდამ ნისლით თავწაბურული, ხშირი წიფლნარით შემოსილი, ცვრიანი ციცაბო კალთებით. ორი მდინარის წყალგამყოფზე აზიდული, იგი მედიდურად გადმოჰყურებს არემარეს. მტირალა თქმულების თანახმად მის ბუნებრივ ზნეზე ზემოქმედების იმედით ხალხმა მას სახელიც კი შეუცვალა და ცისკარა უწოდა. ცხადია, ამ ცდილობას მაგიური გარდასახვა არ მოჰყოლია. ამიტომ ევროპაში ერთ-ერთ უხვნალექიან მთას დღემდე მტირალად იხსენიებენ. მტირალაზე ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 4000 მილიმეტრს აღემატება. ჰაერის ტენიანობა 80-85%-ს შეადგენს. ასეთი კლიმატური პირობები ადგილობრივი ბიოტის უნიკალურობას განაპირობებს. კავკასია საყოველთაოდ აღიარებულია ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ რეგიონად. იგი ფიგურირებს უნიკალურ და კონსერვაციის საჭიროების მქონე 25 პრიორიტეტულ ტერიტორიათა ნუსხაში. აჭარა კი მისი ყველაზე მრავალფეროვანი ნაწილია. აჭარა თითქმის 100%-ით ტყითა და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული. აქ გამყინვარების პერიოდის რელიქტებია შემონახული. ეკოსისტემების წონასწორობის დარღვევის საშიშროებამ რეგიონის გარკვეული ნაწილისათვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა განაპირობა. 2006 წელს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის ადმინისტრაციული რაიონების საზღვრებში მოქცეული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა და მტირალას ეროვნული პარკი ეწოდა. მტირალას ეროვნული პარკი კავკასიის სამხრეთ-დასავლეთით, აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15806 ჰექტარს შეადგენს. პარკის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი შავი ზღვის სანაპიროს ესაზღვრება. უმეტესწილად ხშირია ნისლიანი დღეები, რაც მარადმწვანე მცენარეებით დაბურულ კოლხურ დღეებს კიდევ უფრო მეტ იდუმალებას მატებს. ცხადია არის თბილი და ნათელი დღეებიც, როცა მზის სხივები პარკს ნაღველის საბურგელს გულმოდგინედ აცლიან. ჰაერის საშუალო ტემპერატურა მერყეობს. ზღვის დონიდან 500-600 მეტრის სიმაღლეზე 10-12 გრადუსი ცელსიუსი, 1000-1200 მეტრზე კი 5-6 გრადუსამდე. პარკის ტერიტორიაზე ბევრი საშუალო და მცირე ზომის მდინარეა. ძირითადი ჰიდროარტერიები ჩაქვის წყალი და ყოროლის წყალია. ისინი შავ ზღვაში ჩაედინებიან. ქედის სამხრეთ ფერდობზე კი მდინარე აჭარისწყლის შენაკადები, დოლოგანი და ზუნდაგის წყალი. ისინი თვალწარმტაც ხეობებში მოედინებიან და გზადაგზა მომხიბვლელ ჭორომებსა და ჩანჩქერებს ქმნიან. პარკის ტერიტორიაზე ძირითადად სამი ტიპის ნიადაგია. კავკასიისათვის მეტად იშვიათი წითელი მიწა. სიმაღლის მატებასთან ერთად იგი ყვითელმიწა ყომრალით იცვლება. ეს უკანასკნელი კი ტყის ყომრალით. ჭალებში აქა-იქ ალუვიური ნიადაგის ფრაგმენტებიც არის წარმოდგენილი. საგულისხმოა, რომ მტირალას ეროვნულ პარკს ევროპაში დასაცავ ტერიტორიათა შორის აბსოლუტური პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, რაც მცენარეული საფარის უნიკალურობითაა განპირობებული. აქ 68 ოჯახის, 202 გვარის, 284 სახეობაა. პონტური მუხა, უნგერნის შქერი და ეპიგეა
საქართველოს წითელ ნუსხაშია შეყვანილი. ტყის უმეტეს ნაწილში წიფელი დომინირებს. ქვედა სარტყელში გვხვდება წაბლნარიც. პირველ იარუსში რცხილა და იფანიც იწონებენ თავს. ქვეტყეში ხშირია ჯონჯოლი, ბზა, იელი და წყავი. ტირალას ეროვნულ პარკს განსაკუთრებულ ორიგინალურობას ანიჭებს მაღალ ბუჩქნართა ფორმაცია. შქერიანი, გაუვალი რაყები, იშვიათი მცენარეული ერთობით. პარკს მდიდარი ფაუნაც გააჩნია. ძუძუმწოვრები, ფრინველები, ამფიბიები, რეპტილიები, თევზები. სულ 95 სახეობა. პეპლები, აპოლონი და კავკასიური ზერინთია ტირალას სიამაყეს წარმოადგენენ. საქართველოში დაცულ ტერიტორიათა შორის მტირალას ეროვნული პარკი ერთადერთია, რომლის ბაზაზეც საზღვაო და სამთო ტურიზმის შეხამების მოდელი მოქმედებს. ფაუნისა და ფლორის მდიდარი სინთეზი შესანიშნავი ადგილია ტურისტებისა და მკვლევართათვის. ვიზიტორთათვის შემუშავებულია როგორც რთული, ასევე მარტივი მარშრუტები. მოქმედებს საგანმანათლებლო ტურები. ტროპიკული ანდების, ბრაზილიის ატლანტიკური ტყეების, მადაგასკარის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ფილიპინებისა და ახალი ზელანდიის გვერდით მსოფლიოს უნიკალურ რეგიონთა ჩამონათვალში კავკასიაც არის მოხსენიებული, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ნაწილს მტირალას ეროვნული პარკი წარმოადგენს. ტექნიკური პროგრესის ეპოქამ ბუნების უმეტესი ნაწილი შთანთქა. ტირალას ეროვნული პარკი რკინის ქაოსში შემთხვევით გადარჩენილი ძალგოდია, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი ხელთუქმნელი სტატუსი. ჩვენ მზადა ვართ ამ მშვენიერებას ბუნების ყველა მოყვარული ვაზიაროთ.